5 დღე რაც შეკრებაზე ვართ. კარგია ის, რომ ყველა შეკრებას ამხანაგური თამაშით ვამთავრებთ. მოსამზადებელი ციკლი ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაინც რა თქმა უნდა, ეს ესტონეთის თამაშიც მნიშვნელოვანია, მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ცალი-თვალით მაინც იანვრისკენ ვიყურებით. ვიცით ჩვენი ჯგუფი და მაგანაც განაპირობა ის, რომ მაინც პირველი თამაში ლატვიის ნაკრებთან გვაქვს და აი რაღაცა მხრივ ეს ესტონეთის თამაშიც ორივე ბალტიისპირეთის გუნდია, რაღაც მსგავსებას ვიჭერთ მაგაში და მე ვფიქრობ ძალიან გამოგვადგება ლატვიის თამაშამდე ესეთი თამაში. დანარჩენი წინა ამხანაგურმაც აჩვენა, რომ ამოვარდა ვიღაც მოთამაშეები, ვიზე დაყრდნობაც ესეთ მეტოქეებთან ძლიერ თამაშებში შეგვიძლია რომ დავეყნოთ, კარგია ცოცხალი პროცესია და სწორედ აი ამიტომ არის ესეთი ამხანაგური თამაშები კარგი, რომ აი ჩვენ მონახაზებს გამოვცდით იმ მოთამაშეებს, ვისაც მეტი გამოცდილება ჭირდება იმისთვის, რომ იანვრისთვის ჩვენს გადავწყვიტოთ. შეიძლება მათზე დაყრდნობა თუ არ შეიძლება, ასე რომ ვაგრძელებთ მუშაობას, სასიამოვნო პროცესია. ყველა საერთო მიზნისთვის ვემზადებით, რაც არის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, მიზანია ჯგუფიდან გასვლა. თავდაპირველად მზადება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ესტონეთის ნაკრებთან გვაქვს ახლა ორი ამხანაგური მატჩი და საკმაოდ კარგი გუნდია და ვთვლი, რომ კარგი მოსამზადებელი მატჩები იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის. გულშემატკივრის მხარდაჭერა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რაც არ უნდა ამხანაგური მატჩი იყოს, პირველ რიგში შედეგზე ვართ ორიენტირებულები და რა თქმა უნდა თამაშის ხარისხსაც. ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ გულშემატკივარს, ვისაც შეუძლია მოვიდეს და გვერდში დაგვიდგეს. ამ ამხანაგურ მატჩს.